გამარჯობათ ქართველებო. დღეს აქ რომ მოვედით, ასეთი სიტყვებით დავხვდით. დიდი საქართველოდან პატარა საქართველოში კეთილი იყოს თქვენი მობრძანებაო. მე გპასუხობთ, დიახ, ჩვენ დიდი საქართველოდან ჩამოვედით პატარა საქართველოში დიდ ქართველებთან შესახვედრად. თქვენ დავხვდით ყველა ქართველისთვის სამუკვარი სიტყვებით. მარად და ყველგან საქართველო მე ვარ შენთანა. ეს სიტყვები ამოტვიფრული, ამოქარგული დღეს ამ დარბაზში. ჩვენი სათქმელია. მარად და ყველგან ქართველებო, ჩვენ ვართ თქვენთანა. და მე ამას მოგახსენებთ ქართული სახელმწიფოს სახელით ახლა უკვე. დღეს ქართულ სახელმწიფოს შეუძლია იყოს მარად და ყველგან ყველა ქართველთან და ჩვენ ამას გავაკეთებთ. მე ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ მინდა შეგახსენოთ ის რამოდენიმე საუკუნე, რომელიც თქვენ ირანში ცხოვრობდით და როდესაც თქვენ არ გქონდათ საშუალება თქვენ სამშობლოსთან ურთიერთობის, თქვენი პირველი სამშობლო ძალიან მძიმე დღეში იყო ამ საუკუნეების განმავლობაში. მაგრამ დღეს შეგვიძლია სიამაყით განვაცხადოთ, რომ საქართველო გადარჩა, დამოუკიდებელი თავისუფალი საქართველო მყარად დადგა ფეხზე, თქვენ გაუძელით ყველაფერს, შეინარჩუნეთ ენა, კულტურა, თქვენი ქართველობა და ხვალიდან ჩვენი ცხოვრება სხვანაირად უნდა წავიდეს. მე ვუერთდები ჩემი კოლეგების ნათქვამს და მადლობას მოვახსენებ ირანის ხელისუფლებას, ირანელ ხალხს, რომლებმაც ამის საშუალება თქვენ მოგცეს. იმიტომ რომ ძალიან ბევრ სხვა ადგილზე, ძალიან ბევრმა ქართველმა ვერ შეძლო შეენარჩუნებინა თავისი ენა, თავისი იდენტობა, თავისი ფესვები და ის რომ ეს აქ შესაძლებელი გახდა, ამაში დიდია ამ ქვეყნის დამსახურება. ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები ირანის ლიდერებთან. ამ შეხვედრებზე ჩვენ მსჯელობდით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცებაზე და რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის დამყარებაზე. ძალიან რთული ვითარებაა მსოფლიოში, ძალიან რთული ვითარებაა ჩვენ სამეზობლოში და ასეთ დროს ქვეყნის ხელისუფლებებს განსაკუთრებით მოგვეთხოვება ბრძნული პოლიტიკის გატარება, მეგობრების მოძებნა და არა მტრების გაჩენა გარშემო. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ირანი მოაგვარებს ყველა იმ საკითხს, რაც საერთაშორისო ასპარეზზე მოსაგვარებელია და გაცილებით მეტი შესაძლებლობები გაჩნდება ყველასთვის, მათ შორის საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის. მე ამაზე იმიტომ საუბრობ, რომ ჩვენი მეგობრობა, ჩვენი ძმობა, ჩვენი ნათესაობა, ჩვენი ერთობა იმაშიც უნდა გამოიხატოს, რომ უკეთ ვიცხოვრობთ, თითოეულმა თქვენგანმა უკეთესი ცხოვრება შეძლოთ. თითოეული თქვენგანი შვილებმა უკეთესი განათლება მიიღონ, უკეთესად ვიცხოვროთ, მომავლისკენ გავიხედოთ და წარსულში რაც იყო სიძნელეები, ერთად დავძლიოთ ირანმა, საქართველომ, ქართველებმა და ირანელმა ქართველებმა. შარშან 100,000-ზე მეტი ირანელი ჩამოვიდა საქართველოში ტურისტად. მე ძალიან მინდა ისე წავიყვანო ჩვენ საქმე, რომ მომავალ წელს, შემდეგ წლებში 1000-ობით ფერენალმა ქართველმა ტურისტად საქართველოში ჩამოსვლა შეძლოთ. თავად გაეცნოთ თქვენ სამშობლოს, თავად მოინახულოთ ის ადგილები, ის სოფლები, რომელთა დასახელება აქ აქვს შენარჩუნებული. აი ამისთვის უნდა ვივაწოთ და ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ ირანის ხელისუფლებასთან. მე აქედან მიმაქვს ყველაზე მთავარი გზავნილი, ის გზავნილი, რაც პატარა ბიჭუნამ მოგვახსენა აქ და გადასცა თავის თანატოლებს, ბავშვებს. ჩვენ ახალგაზრდა თაობებს უნდა მივცეთ ურთიერთობის მეტი შესაძლებლობა და ამაზე ვმუშაობთ ჩვენ საქართველოში, მთავრობაც, პარლამენტიც და ძალიან ბევრ სასიკეთო წამოწყებებს ძალიან მალე ვიხილავთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც თქვენ საქართველოსთვის გააკეთეთ. დიდი მადლობა იმ სიტყვისთვის და სიყვარულისთვის, რასაც ჩვენ აქ ვგრძნობთ და რასაც ჩვენ ჩავიტანთ საქართველოში აქედან. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ისტორიული სამშობლოსგან შორს თქვენ ნამდვილ ქართულ ხასიათს ინარჩუნებთ. და ეს ნამდვილი ქართული ხასიათი იმაში გამოიხატება, რომ თქვენ ერთგულად ემსახურებით იმ სახელმწიფოს, რომელშიც ცხოვრობთ, ერთგულად მთელი გულით და სიყვარულით გწამთ ის რელიგია, რაც გწამთ და აძლევთ ძალიან მნიშვნელოვან მაგალითს ადამიანებს. როგორ უნდა ვიყოთ განსხვავებული, მაგრამ ვიცხოვროთ ერთად, ძმურად და მეგობრულად. დიდი მადლობა.